ქრონიკა FM ირმა ებრალიძესთან ერთად. თბილისში სოციალურად დაუცველთა გამოსახლება გრძელდება მეტროსადგურ უნივერსიტეტის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდება. ამ და სხვა ამბებით პირდაპირ ეთერში ბრუნდება რადიო იმედის საინფორმაციო სამსახურის სტუდიაში მუშაობას ირმა ებრალიძე განაგრძობს. თემქაზე 152 სკოლის ყოფილი შენობიდან რამდენიმე ოჯახის გამოსახლება გრძელდება ტერიტორიაზე. დილიდან პოლიცია მობილიზებული ადგილზე ამ დრომდე 25-მდე ოჯახი რჩება. მათი ვარაუდით პოლიცია დღეს მათ იძულების წესით გამოასახლებს. ლევან ჩუგოშვილი იმყოფება თემქაზე, რომელიც ახლა დეტალურ ინფორმაციას პირდაპირ ეთერში მოგვაწვდის. ლევან, გისმენთ. სოციალურად დაუცველი ოჯახების გამოსახლება 152 სკოლის ყოფილი შენობიდან დღეს დილიდან ისევ განახლდა, როგორც იცით, გუშინ ამ შენობიდან უკვე 7 ოჯახის გამოსახლება მოხდა დღეს დილიდან კი. აქ უკვე 5-მდე ოჯახი გამოასახლეს, მათ ნაწილს დღეს შესთავაზეს ალტერნატიული ფართები კოჯოში, თუმცა არის ოჯახები, რომლებსაც ამ დრომდე არ მიუღიათ არანაირი შეთავაზება, თუმცა ამის მიუხედავად მათ უწევთ შენობის დატოვება. აქ არის მობილიზებული პოლიცია 50-მდე პოლიციელი ამ დროისათვის იმყოფება შენობაში და როგორც სოციალურად დაუცველები აცხადებენ ჩვენთან საუბარში, დღეს მათი გამოსახლება იძულების წესით იგეგმება. პოლიცია გვეუბნება, რომ ძალის გამოყენება გამოგიყვანთო, მაგრამ მე მაგალითად არ ვაპირებ გამოსვლას, იმიტომ რომ წასასვლელი არ მაქვს, უკვე ხმაც არ აქვს ამდენი ჭხუბით. ძალას ვინც გამოიყენებს, ჩვენ თავზე პასუხს არ ვაგებთ. რა თქმა უნდა, დატოვებას არ ვაპირებთ და არანაირ შემოთავაზებას ადგილი არ აქვს ჯერჯერობით. ესენი რომ გაიყვანენ, ელოდებიან ვითომ წარმომადგენლებთან რაღაცა მოლაპარაკებას, მაგრამ მე პოლიციელებთან გავარკვიე, ეგ უქ საკითხი, რომ იძულებთ გასახლებას ექნება ადგილი. ამ წუთას პირადად მეიძულებული ვარ დავტოვო ეს შენობა, მაგრამ სახელმწიფოს ჩემთვის ალტერნატიული ფართი არ შემოუთავაზებია, რადგან დამიფიქსირეს სანათესაო და მეუბნებიან წავიდეთ ჩემი ქმარშვილით ნათესავთან, რომელი ნათესავი მიიღებს ოჯახს და ვინაც ცხოვრობს. ამ წუთას ჩემი ბარგი გადამაქვს ახლობელთან გარაჟში და პირადად მე სად მივდივარ არ ვიცი. პირობა იმის თაობაზე რომ მოგცემენ საშუალებას მიგვიღო მონაცემები მათი შემოწმების თაობაზე და გადაგუმოწმებიდან მათთან ერთად ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ერთად ამ ადამიანების მდგომარეობა არ იქნა შესრულებული და ისე დაიწყო გამოსახლება, რომელიც დასასრულს უახლოვდება და ალბათ საბოლოო ჯამში დასრულდება ფიზიკური ზეწოლით, თუ კი ვინმე სიტყვიერ ზემოქმედებას არ დაექვემდებარება ამ შემთხვევაში. 152 სკოლის ყოფილ შენობაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ქრონიკამ დევნილთა სამინისტროს თხოვა კომენტარის გაკეთება. სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ეკა გუგლამ ჩვენთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ამ შენობაში არ ცხოვრობს არც ერთი დევნილი ოჯახი. აქედან გამომდინარე ისინი ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებენ. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ადასტურებს, რომ მას შემდეგ რაც 152 სკოლის ყოფილ შენობას სოციალურად დაუცველები დატოვებენ, ამ შენობის გარემონტება მოხდება, რის შემდეგაც ადგილზე უკვე დევნილ ოჯახებს შეასახლებენ. მადლობა, თემქიდან ლევან ჩუგოშვილი საუბრობდა. ქრონიკა FM ირმა ებრალიძესთან ერთად. კახა მიქაია სასამართლო მასლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა, დაიცავი საქართველოს ლიდერი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და მსგავსი აქციების გამართვას პრეზიდენტის ყოველ ჩასვლაზე გეგმავს. მე არასოდეს არ შევეგუები ჩემს მეგობრებთან ერთად მიხეილ სააკაშვილის ვადაგასული პრეზიდენტის ვოიაჟებს სამეგრელოში, ამიტომ მე ვთვლი, რომ ჩემი და ჩემი მეგობრების ქმედება გუშინ იყო ადეკვატური. ამიტომ მე თავს დამნაშავედ არ ვცნობ. დამნაშავე მთელი საზოგადოების წინაშე, ქართველი ერის წინაშე არის მიხეილ სააკაშვილი. შეგახსენებთ, რომ ხულიგნობის ბრალდებით მიქაია გუშინ დააკავეს პრეზიდენტის ზუგდიდის რეზიდენციასთან გამართულ აქციაზე. მიქაია მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა მოიხთხოვა, იყო სიტყვიერი დაპირისპირება და შეძახილები, რის შემდეგაც მიქაია საპატრულო პოლიციის სამეგრელოს ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსმა შალვა შენგელიამ ავტომობილში ჩასვა. აქციის ორგანიზატორს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში მთელი ღამის განმავლობაში იკითხავდნენ, მას ხულიგნობის მუხლით წაუყენეს ბრალდება. თბილისის მერმა გიგი უგულავა მეტროსადგურ უნივერსიტეტის შეჩერებული მშენებლობა დაათვალიერა და სამუშაოების გაგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრა. უგულავა ხელისუფლებას საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. მეტროსადგურის მშენებლობა ზუსტად 28 წლის წინ დაიწყო და 1993 წელს შეჩერდა, რის შემდეგაც გვირაბის კონსერვაცია მოხდა. გიგი უგულავას განცხადებით, პროექტის აღდგენასთან დაკავშირებით გეგმა უკვე არსებობს და მისი დახვეწა აზიის განვითარების ბანკისა და მუნიციპალური ფონდის დაკვეთით ხდება. უგულავას უკვე უპასუხა ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ. დღევანდელი სურათი არის ძალიან კარგი მაგალითი ყველა იმ გადაწყვეტილების მიღებისთვის, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მათ შორის შემოვლით რკინიგზაზე. კონსერვაცია, რომ მოხდა აქ 93 წელს, 20 წელი გავიდა და მოვედით და ისეა ყველაფერი და მეც აძღებთ, გაფუჭებულია. მთავრობა თბილისისაც არის. შესაბამისად, მე მოუწოდებ, რომ ყველა მხარის სპეციალისტი დარჩეს და არა მარტო ფინანსისტები, იმიტომ რომ ფინანსისტები იტყვიან, რომ რკინიგზის მომგებიანი არ არის, მაგრამ ურბანისტები იტყვიან, რომ თბილისისთვის ძალიან მომგებიანი.
ამას არ ჭირდება გიგულოვოს ინიციატივა, ეს ინიციატივა არის და პროექტის მზად არის. ჩვენს მიერ დაქირავებულმა ექსპერტმა ტექნიკური თვალსაზრისით შეისწავლა მეტროსადგურის მშენებლობის პროექტი, დადებითი დასკვნა, აქედან გამომდინარე, უახლოეს მომავალში გამოცხადდება ტენდერი აზიის განვითარების ბანკიდან, შესაბამისი დაფინანსება გამოყოფილია და ეს მეტროსადგური გაკეთდება. ქრონიკა FM ირმა ებრალიძესთან ერთად. აგვისტოს 12-ზე დაღუპული გმირები გაიხსენეს ვლახოსანაიას გადაცემა ღია ეთერში მოწვეულმა სტუმრებმა, პოლიტიკოსებმა, ექსპერტებმა და იძულებით გადაადგილებულებმა 5 დღიანი ბრძოლის შეცდომებზე და შედეგებზე ისაუბრეს. ღია ეთერს ხმაურის გარეშე არჩაულია. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, დაშვებული შეცდომები და ტრაგედია, რომელიც დარბაზში მოწვეულმა სტუმრებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს. ღია ეთერში დაისვა შეკითხვებით დამსწრეს საზოგადოების უმეტესმა ნაწილმა პასუხების მოსმენა ნაციონალური მოძრაობის წევრის შოთა მალაშხიასგან მოითხოვა. სასწორზე დამადებინეს შვილისა და მამის სიცოცხლე. იძულებული გავხდი ორიდან ერთ-ერთი ამ მომენტშია. მაპატიოს მამა ჩემის სულმა და მაღალმა ღმერთმა, რომ შვილის სული ვარჩიე და მამა ვერ გამომიყვანე. რა გინდოდა ხალხო? რისთვის გაგწირეთ საზარბაზნე ხორცად რატომ გაგწიეთ? თქვენ გინდოდათ გენოციდი მოგეწყოთ ჩვენთვის და სოფლიოსთვის დაგენახვებინათ რუსეთები როგორი აგრესორები და ბოროტები იყვნენ. არაფერი გააკეთეთ იმისათვის არ იზრუნეთ რომ ხალხი მშვიდობიან მოსახლეობა გამოგეყვანათ და ეს გეზრუნათ მათზე. ყველაფერი ამის მერე 2008 წლის 12 აგვისტოს რას ზეიმობდით თბილისში? რას ზეიმობდით თბილისში? თბილისისთვის თურმე ზედმეტები აღმოჩნდით დევნილები. სასწრაფო ტემპით ააშენეთ ის რაღაც კოტეჯები, ვითომ სახლები. გაგვიყვანეთ სველ შენობებში შეგვიყვანეთ რამდენი ადამიანი დაავადდა. იმ ნესტიან სახლებში რომ შეიყვანეთ და ის არ გვაკმარეთ. ჯალათები დაგვიყენეთ რომ არავის არაფერი არ გვეთქვა ჩვენ ტკივილზე. ჩემ დას ჰქონდა მეოთხე სტადიის სიმსივნე და იყო თბილისში და ყოველდღე ნემსი უნდა გამეკეთებინა გაუთქივარებისთვის და გარდაიცვალა 25 სექტემბერს. ესეთ მდგომარეობაში ანუ ყველას გვაქვს ჩვენი ტრაგედია, მაგრამ მე აქ ჩემი ტრაგედიის მსათქმელად არ მოვედი და ყველას თანაუგრძნობ, ვინც ამ საომარ მოქმედებაში ღებულობდა, მაგრამ თავარი არის ის, რომ რეალურად ვილაპარაკოთ და აქეთ გადამისამართება, რომ ეს იყო საქართველოს პრობლემა და ეს საქართველომ დაიწყო ომი, ეს არის უგუნურობა და ამ უგუნურობა ჭირდება სწორედ რუსეთს იმისთვის, რომ რეალური შედეგი დადოს და თქვას, რომ ის მოხდა საქართველოში, რაც მოხდა კოსოვოში და გაამართლოს თავისი ქმედებები. 5 წლის შემდეგაც აგვისტოს 5 დღიანი კონფლიქტის დეტალები ისევ ბურუსით არის მოცული. გადაცემის წამყვანთან საუბრისას ჟურნალისტმა კობა ბენდელიანმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ არასრული ინფორმაცია ანალიზის გაკეთების საშუალებას არ იძლევა. საერთოდ ისტორიას და ასეთ კატაკლიზმებს ახასიათებს საიდუმლოებების ეგოცეთხობა, როდის გავიგეთ საზოგადოებამ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შესახებ. ძალიან გვიან, ეხლა არაფერს ანალოგიებს და პარალელებს არ ვავლებ, უბრალოდ ვამბობ. ჩვენ არ ვიცით ბევრი რამ. ვცდილობთ დასკვნების გაკეთებას, მაგრამ ერთია მთავარი, დღეს მართლაც მძიმე დღეა და ჩვენ ძალიან ბევრი შეცდომები გვაქვს დაშვებული. ქართული არმიის შესაძლებლობებზე ღია ეთერში თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა. ირაკლი ალასანიას განცხადებით ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შეუძლია მაქსიმალური ზიანის მიყენება მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალისა და ტექნიკისათვის. ჩვენ შეგვწევს ძალა, თუ კი მოწინააღმდეგე ჩვენსკენ გამოიწევს, რომ მაქსიმალური ზიანი მივაყენოთ მათ ცოცხალ ძალას და შეიარაღებულ ტექნიკას. ეს იქნება სწორედ შემაკავებელი ფაქტორი ჩვენი მხრიდან დიპლომატიასთან ერთად, რომ არ განახლდეს კონფლიქტი. მიუხედავად ქართული არმიის მზადყოფნისა, აგვისტოს ომში დაღუპულ ჯარისკაცთა დედებმა იმედი გამოთქვეს, რომ მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდება და ქვეყნის ტერიტორიული პრობლემები მალე მოგვარდება. ჩემი დიდი სურვილია, რომ აფხაზეთის მიწაზე დავდგა ფეხი, სადაც ჩემმა მეუღლემ 30 წლის ასაკში აფხაზეთის ომში დალიასული. დიდი სურვილი მაქვს დავადგა იმ მიწას ფეხი და მოვძებნო ის პატარა მორი, სადაც ჩემმა ვახტანგმა თავისი სისხლიანი ხელით დააწერა მშვიდობით დედა. და გამოშვების ბოლოს ერთი ჩართვა რეგიონიდან დედოფლის წყაროში ექიმები გაიფიცნენ. გურამ ვაშაკიძე დეტალებით. გურამ გისმენთ. დედოფლის წყაროში ექიმები გაიფიცნენ. გურამ ვაშაკიძე. გურამ გისმენთ. გესმით ჩვენი ხმა? ჩვენ ამ ჩართვას მომდევნო გამოშვებებში შემოგთავაზებთ. რადიო იმედის საინფორმაციო სამსახური პირდაპირ ეთერს 16 საათზე დაუბრუნდება.